გამარჯობა ბავშვებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის მხიარულ სამყაროში. ბეგო და ბეგი, როგორ ხართ? კარგად ვართ მეგი მასწავლებელო. იცით ძალიან მიხარია რომ ჩვენი ცოდნის კედელს კიდევ ერთი ახალი ასობგერა თუ დაემატა. რაც იმას ნიშნავს რომ მალე ჩვენი ცოდნის კედელი ახალი სხვადასხვა ლამაზი ასოებით შეიმოსება. აუცილებლად შეიმოსება ბეგო. და მეგებასებელო დღეს რომელი ასობგერა უნდა ვისწავლოთ? აუ, მეც მაინტერესებს ეგ. ამას ძალიან მალე გავიგებთ. ოღონდ მანამდე ხომ გახსოვთ რა დავალება უნდა შეგესრულებინათ? რა თქმა უნდა მახსოვს მეგი მასწავლებელო და შევასრულე კიდეც. ძალიან კარგი. შენ რა ქენი ბეგო? ბეგო, გეკითხება მეგი მასწავლებელი და გაეცი პასუხი. ბეგო, ეს უკვე სასაცილო აღარ არის. ვაიმე. მეგებასებელო, ვიცი რომ სასაცილო არ არის, უბრალოდ ძალიან შერწყვეტილი ვარ თქვენთან და არ ვიცი რა გავაკეთო, ძალიან მწვენი, თვალებშიც კი ვერ გიყურებთ მეგებასებელო, ძალიან მწვენია. რატომ მწვენია, რა მოხდა? რატო მეგებასებელო და ვერ მოვასწარი დავალებიც გაკეთება. ვერ მოასწარი? დიახ, ვერ მოვასწარი მეგებასებელო. კარგი ბეგო, მოდი ასე მოვიქცეთ, შენ დამშვიდდი. ჩვენ კი ჯერ ბეგი გვეტყვის რა სიტყვები მოიფიქრა, ხოლო შემდეგ შენ მოგიწევს გვიანბო, რატომ ვერ მოასწარი დავალების შესრულება. კარგით მეგებასებელო, კარგი, ასე გავაკეთებ. დავიწყო? დაიწყე ბეგი, გისმენთ. ესე იგი, თქვენ გვითხრით, რომ უნდა მოგვეფიქრებინა სიტყვები, რომლებშიც იქნებოდა გამოყენებული ჩვენს მიერ უკვე ნასწავლი ასობგერები. ასევე შეგვეძლო სხვა თანხმოვნების გამოყენებაც. მართალია. ოხ, ისე პირა კუკო. ბეგო, დამაცადე ბეგო. კარგი. აი, მეგი, მოვიფიქრე შემდეგი სიტყვები. დიახ, 10, დიახ, თათი, კარგია, თავი, ყოჩა, თვალი, შვენიერია, თხა, კიდევ მოვიფიქრე თოხი ყოჩა, და თათარა. ძალიან კარგი ბეგი, ყოჩა. ერთად მეგებასებელო, ბეგი, ბოლოს სიტყვა გაიმეორე თუ შეიძლება? თათარა, ბეგო, თათარა. რას ნიშნავს თათარა არ ვიცი. რა არ ვიცი. არიცი? არა. როგორ არიცი, ბეგო? კარგი რა ბეგი, რატო იცი ხოლმე ასეთი ლაპარაკი? არ ვიცი, ხო შეიძლება რომ ერთმა ჩვეულებრივმა ბეხემოტმა ეს სიტყვა რომ არ იცოდეს, რა ხდება რა? არა, ბეგო, მე იცი რატომ გამიკვირდა? რატო? მე ვიცი რომ შენ ძალიან გიყვარს ჩურჩხელა, ხომ ასეა? რა თქმა უნდა გიჟდები, ჩურჩხელა, ვაიმე, ერწყმები მომარკა, ვაიმე. არიცი ჩურჩხელა რის გამზადდება? ბეგო. რას მელაპარაკები, რას ქვია არ ვიცი, გოგო. ჩურჩხელას ჩემი ბებო აკეთებს ფელამუშისგან, თხილისგან და კიდე იმე, ხო, ძაფი ჭირდება უცვლელო ძაფი. თეთრი ძაფისგან, ერთხელ შავი ძაფისგანაც გააკეთა, დიახ. მე ყველაფერი გასაგებია. გაიგე, ბეგი, ყველაფერი გასაგები ყოფილა, შეცდი, მე მართალი ვარ. ბეგოც მართალი ყოფილა. რანაირად? რანაირად და თათარას აღმოსავლეთ საქართველოში უწოდებენ. ხოლო ფელამუშს დასავლეთ საქართველოში. გამოდის რომ ჩვენი ბეგოს ბებო დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს. ასეა? საიდან გამოიცანით, მეგებასებელო, დიახ, იმერეთში ცხოვრობს ჩემი ბებო. გასაგებია. მივხვდი. მეგებასებელო, ესე იგი, აღმოსავლეთ საქართველოში ფელამუშს ეძახიან თათარას. რა მაგარი რაღაც გავიგე, ძალიან კარგი. ძალიან კარგი რომ ყველაფერი გაიგე ბეგო. მაგრამ ახლა უნდა გვიანბოთ თუ რატომ ვერ შეძელი დავალების შესრულება. გაჩერდი. გეგონა დავიწყდებოდა მეგი გაჩერდი, კარგი რა ბეგი რა, კარგი რა. ახლა ვიგებთ, რატომ მეგებასებელო და დრო არ დამჭა იმისთვის რომ ეს დავალება გამეკეთებინა. დრო არ დაგრჩა? არ დამჭა, დიახ. და რას აკეთებდი ეს დღეები? ახლავე გავიხსენე, თუმცა გასახსენებელი არც არაფერია. ვერთობოდი, თამაშობდი, ტელევიზორს უყურებდი. და შენ გინდა თქვა, რომ აი ამ ყველაფრის დრო გქონდა, ხო?
დიახ მე გიმასწავლებელო თან იცით რა არის მე როცა თამაში ვიწყებ ირგვლივ ყველაფერი მავიწყდება ბეგო შემთხვევით ჭამაც ხომ არ გავიწყდება უყურე ამას გოგო აი ჭამა როგორ უნდა დამავიწყდეს ხო იცი ჭამას რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ვაიმე აუ ერთი წუთით ეს რა სული რაღაც გამახსენდა ვაიმე რა მე გიმასწავლებელო ერთხელ თამაში ისეთი ჩაფლული ვიყავი რომ ჭამა 15 წუთით დამავიწყდა და ვაიმე მუცელი რა დღეში მქონდა ვერც გავიხსენებ ახლა რაღაცინებს რა გინდა გოგო აბა აფხელა მეჰემოდი ბიჭი შიერი ხوار უნდა დავშე კარგი რა ბეგი გაუბრალს კამერა დამონებე თავი რა ბეგო და ბეგი ესე იგი გამოდის რომ ბეგო შენ ჯერ ერთობი თამაშობ და მე რეაკეთებ საქმეებს ხო აუ მე გიმასწავლებელო ასე მგონია რომ ჩემი დედიკო და მამიკო მელაპარაკებიან დიახ ასე არის და ამის გამო საყვედურობა კიდეც ძალიან მაგრად შენ წარმოიდგინე ძალიან კარგად მესმის შენი მშობლების ბეგო და სხვათა შორის მინდა გითხრა რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი პერსონაჟი შენთვის განსაკუთრებულად სასარგებლო იქნება აუ ჩქარა მითხარით მე გიმასწავლებელო რა პერსონაჟია დააცადე ბეგო დააცადე ამას მე გიმასწავლებელი გამოცანა ლექსით გვეტყვის აცადე რა გამოცანა ლექსით კარგი გისმენთ აბა მე გიმასწავლებელო გისმენთ აბა ყურადღება ვისაც უნდა რომ მოასწროს ბევრი ეს საგანია მისთვის მთავარი ალბათ ძალიან მარტივად ხვდებით რასაც გულისხმობ ვიცი მე არ ვიცი შენ იცი ბეგი ვიცი საათი ოჩახ ბეგი რა საკვირველია საათი ერთი წუთით მე გიმასწავლებელო რაღაც ვერ გავიგე რა ყველაფერი რომ მოვასწრო საათი როგორ უნდა დამეხმაროს რა ის არის თუ უკან გადავწევ რა დრო უკან დაბრუნდება თუ რანაირად აი ვერ გავიგე ბეგო შენ საერთოდ საათს იყენებ ვაიმე რა თქმა უნდა მე გიმასწავლებელო მაგალითად აი ჩემი საყვარელი მულტფილმი ტომი და ჯერი რო არ გამომეპაროს უყურებ საათს როდის იწყება ეს მულტფილმი ან ვაიმე ჭამის დრო როცა ახლდება ჩემი ყველაზე საყვარელი დრო აი მაშინაც რო არ დამავიწყდეს იცინე ხო კარგი რა ბეგი რაღაცინებს რა კარგი რა ნუ ბრაზდები ბეგო ნახე შენ თუ გინდა რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიო, მაშინ დროის გაფრთხილება უნდა ისწავლო, თორემ გაგექცევა. გამექცევა? რა საკვირველია? რომ არ გამექცეს რა უნდა გავეკეთეო? უნდა დავეწიო, უნდა აი ანუ გავიქცე, დავეწიო და დავაბა თუ როგორ ვერ გავიგე. აუ, მე გიმასწავლებელო ერთი წუთით ეს გოგო ახლა გააჩერე თორე ამისი სიჩილკის მოსმენა უკვე აღარ შემიძლია მიშველეთ ვინმე რა. ბეგო საათი იმისთვის გჭირდება, რომ დროის განაწილება და გაფრთხილება შევძლოთ. და როცა ამას შევძლებთ, იცი რამდენი რაღაცის გაკეთება შეგვეძლება. ძალიან ბევრის. ოღონდ ერთი მთავარი პრინციპი არ უნდა დაგვავიწყდეს. რა პრინციპია მე გიმასწავლებელო? რადა პირველ რიგში მნიშვნელოვანი საქმეები უნდა გავაკეთოთ. ასაგებია და მე გიმასწავლებელო, ესე იგი თამაში და ქართობისთვის დრო აღარ უნდა დაგვჭირდეს. რა ცუდია. ბეგო, აი შენ თუ დროს სწორად გადაანაწილებ, დამერწმუნე რომ ყველაფრისთვის გეყოფა. შენ რო პირველ რიგში ჩვენი დავალება შეგესრულებინა, თამაშს და გართობას აუცილებლად მოასწრებდი. დიახ. რა საინტერესო. მე გიმასწავლებელო, იცით რა, მე მომეწონა ის რაც მითხარი და მოდით, აი ამიერიდან ასე უნდა გავაკეთო, აბა ერთი ვცადო. აი ასე გავაკეთებ, ჯერ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებ, მერე სხვა დანარჩენს, აი ქართობას, თამაშს და ნახოთ ერთი რა გამოვა. საინტერესოა. ძალიან კარგი ბეგო. ახლა კი მოდი ჩვენს დღევანდელ გაკვეთილს დავუბრუნდეთ, კარგი? დიახ, მე გიმასწავლებელო, დავუბრუნდეთ. აი, შეხედე ბეგო, ჩახედე პლანშეტს. გამოჩნდა წარწერა საათის ქვეშ, ხედავ? ეხლა გოგო არ დაგმოაგდო პლანშეტი გამოჩნდა. და გადმოვაგდებ. და პირველი ასოც განსხვავებულად წერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს სწორედ ამასობ გერას შევისწავლით. ასობ გერა ს. ოჩახ ბეგი, მართალი.
რაიმე რას ისინებ ბეგო გველი ხომ არ ხარ გველიც ხარ და ვირით ხარ მაცალე გოგო ერთი წამი მე უნდა შევამოწმო ახლა უნდა გავიგო ს თანხმოვანია თქო ერთხელაც მოწადე ვაი სული დამეხუტა ესე იგი თანხმოვანი ყოფილა მეგი მასწავლებელია მართალი ხარ ბეგო ს ნამდვილად თანხმოვანია აი ახლა კი ორივე მითხარით რა იცით საათის შესახებ პირველი ვარ გაჩერდი კარგი დაიწყე მე გიმასწავლებელო ვიცი რომ საათს აქვს ორი ის არის დიდი გვაჩვენებს წუთებს პატარა საათს სხვათა შორის ზოგიერთი საათი წამებსაც გვიჩვენებს რომ იცოდე ბეგო იცი რას გეტყვი შენ რომ რამდენიმე წამი გეცლია ჩემთვის ამასაც ვიტყოდი კარგი რა მეგი რატომ აი ყველაფერში ვიცი რა დამასწარი მე როცა ლაპარაკობ უნდა დამაწადო კარგი რა შვიდათ ბეგო და ბეგი კარგი მაშინ მეგი მასწავლებელო ერთ რაღაცასთან დავამატე ისმენთ ერთი დღე და ხამე რო გავიდეს დიდი კი არა გათო პატარა ის არის 24 ჯერ უნდა აი ესე დაატრიალდეს რომ ერთი დღე და ღამე გავიდეს აი და რაღაცა ვიცი ოჩახ ბეგო ძალიან გონიერები ხარ იცით რა მოვიფიქრე აი როდესაც 33-ი ასობგერას ვისწავლე ერთი გადაცემა თლიანად საათს დავუთმოთ აუ რა კარგი იქნება მაგარია ძალიან კარგი იქნება რადგან საათს ჩვენი წინაპრები უხსოვარი დროიდან იყენებენ აუ ვერ მიწოდი ბეგი რა ვა უხსოვარი იცი რას ნიშნავს არა მე რა ვას რო იძახე და გამიკვირდა უხსოვარი მოდი მეგი მასწავლებელო შევეკითხებ მეგი მასწავლებელო რას ნიშნავს სიტყვა უხსოვარი იქნება ახლავე გეტყვი უხსოვარი ანუ ძალიან ძველი დროიდან მოყოლებული მივხვდი მეგი მოусმინე უხსოვარი ანუ რომ აღარ გახსოვს უხსოვარი გახსოვს როცა აღარ გახსოვს ესე იგი უხსოვარი ზუსტად ასია ზუსტად და მეგი მასწავლებელო აი მაშინაც ასეთი საათები იყო უხსოვარ დროში არა ბეგი იმისათვის რომ საათს ისეთი ფორმა მიიღო როგორც დღეს გვაქვს ძალიან დიდი დრო იყო საჭირო ძველად საათები გახდათ წყლის ქვიშის და თქვენ წარმოიდგინეთ ისეთებიც კი რომელიც სრულიად მზის ჩრდილზე იყო დამოკიდებული რა საინტერესოა მართლა ძალიან საინტერესოა მაგრამ მოდი ამის შესახებ მომდევნო გადაცემაში ვისაუბროთ კარგი მეგი მასწავლებელო აი თქვენ ხომ იცით რომ მე ვარ ძალიან ცნობის მოყარე მაგრამ ისეთი ინტერესი მაქვს რომ მალე დავასრულოთ ამბანი რომ კარგი და თანახმოვარ კარგი ასე იყოს კარგი მაშინ გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა გავაგრძელოთ ბეგო და ბეგი ახლა ჩვენ უნდა მოვიფიქროთ სიტყვები რომლებიც იწყება ასობგერა სზე მოვიფიქროთ ერთი წუთით მე ვიტყვი რა ახლა აი აუ ის ცხოველი გამოხსენდა ჩემს თავით რომ დიდი და ბუმბერაზია მაგრამ აი ჩემს თავით სიმპათიური არ არის აი რა ქვია სპილო და კიდევ აი ის გამოხსენდა აი ადამიანები როგორც ვაშლს ჭამენ მეც იგივენაირად აი ვჭამ როგორც ვაშლს მაგრამ აი დიდი არის ადამიანებისთვის საზამთრო ოჩახ ბეგო საზამთრო მე მოვიფიქრე სანთელი შვენილია სათვალე კარგი გოგო ხარ ახლა მე აი ეს გამოხსენდა აი მუსიკალური ესეთი ინსტრუმენტი რომ არის რომ უნდა ჩაბერო რა ქვია მწყემსებსაც უყვართ ხოლმე აი შეიძლება რომ გამოსცემ სალამური აი რა სალამური ოჩახ ბეგო მე კიდევ მოვიფიქრე ის სიტყვა სათლი ძალიან კარგი ოჩახ ბეგო მე გიმასებ ერთი წუთით რა მე გიმასებ აი სათლი და პლანშეტზე უყურებ სულ სხვა რაღაცა ხატია კარგით რა მე გიმასებ თქვენ ეუბნებით ყოჩახო რა არის ხო ეს ჩახედე პლანშეტს ჩახედე ვერ ხედავ რა ხატია სათლი ბეგი შეცდი შეგეშალა ამას ბებიაჩე მეძახის ვედროა ეს არავით არის სათლი არა სათლელი კიდე ბეგო დიახ ჩვენი ბეგი მართალია სამწუხაროდ მარტო შენი ბებო არ ეძახის ასე არადა ქართულად შესანიშნავი სახელი ქვია ამ საგანს სათლი გაიგე სათლი როგორ ესე იგი
ასეთი კარგი ქართული სახელი ქვია და ჩემი ბებო და ზოგიერთი ვიღაცები ხა სახელმწიფოს არ თავოსახელებ, ესე იგი ეძახიან სათლს ვედროს. ეს რა წესი არა, მე ჩემ ბებოს უნდა უთხრა რომ აღარ დაუძახოს, მაგრამ ამას გავაკეთებ ჩემებურად. აი, ლექს მოვიფიქრებ ახლა ერთი წუთით. გისმენთ? აბა? გონი შეცდი ჩემო ბებო. სათლი ქვია, არა ვედრო. აი აუ რა კარგია ბეგო, აი როგორ მიყვარს შენ რომ ლექსებს წერ ხოლმე ასე უცბად. მადლობა, ბეგი, მაგრამ აი მეგიმასე რაღაცა მინდა ვთქვა რა. აი ყველას გასაგუნად. ხალხო, როცა არსებობს ასეთი ლამაზი ქართული სახელები, სხვანაირად ნუ დაუძახებთ რა რაღაცებს, არ შეიძლება რა, უნდა გვიყვარდეს ჩვენი ენა ქართული. ნამდვილად გეთანხმები ბეგო. მართალი ხარ. ოჯახ ბეგო და ბეგი ძალიან კარგად ასრულებთ. აი ახლა მოდი ვნახოთ როგორ იწერება ასობგერა S. აუ ერთ წუთით პლანშეტს ჩავხედო. ჩახედეთ პლანშეტს კარგად. დილოთ არ ჩაბო. დააკვირდით. აი ასე. აუ, ბეგი, იცი რა გამახსენდა? მე რო სკეიტბორდზე ვკატაობ ხოლმე და ესე რო ჩამოვსრიალდები და მე პატარაზე რო ამოდის ხოლმე სკეიტბორდზე. მართლა გავს. აი ასეთი, აი ს გავს აი ამას სწორედ. მე ავსრიალდები ცოტათი ხო? აი სულთა ს არის. ს ესე იგი ასო შექმნეს იმის მერე რაც დაინახეს მე როგორ კატაოდი სკეიტბორდზე. რა მაგარია, ჩვენიერია. აუ, ბეგი ასამე რო კიდევ ერთხელ ვანახეთ რა, კიდევ ერთხელ ჩამომასრიალეთ ამ სკეიტბორდზე, ალბათ. აბა კარგად დააკვირდით კიდევ ერთხელ. ჩამოვსრიალდი და ავსრიალდი. ჩამოვიდა. აი ასე. კარგი, გოგო, დავიყალე მე, ამდენი კი არ შემილია, ძიმე ვარ ცოტა, სკეიტბორდზე, ცოტა მიჭერს კატავ, აბა. ესე იგი მოგეწონათ. ძალიან, აუ, მეგი მასწავლებელო, ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. აი, ს არის მეოთხე ასო, ხო? რომელიც ჩვენ ვისწავლეთ ამ გადაცემებში, მაგრამ შემიყვარდა ქართული ამბანი, აი, რაღაცა საოცარი მოყანილობა აქვს, რაღაცა, აი, ძალიან ლამაზი ასოებია. მე არ ამბოლია სოფლიოში ვინმეს ჰქონდეს ასეთი ლამაზი ამბანი, როგორც ჩვენ გვაქვს ქართული. კი, ძალიან ლამაზია, მართლა ყველა ასობგერა ულამაზესი. კი, და რა გველოდება წინ? ვაიმე, რა მაგარია. ბეგო და ბეგი, ჩვენი ქართული ამბანი ნამდვილად განსაკუთრებულია. ძალიან კარგი. აი, ახლა კი ვნახოთ ანიმაცია საათზე. რა მაგარია, ნახოთ. მოვემზადოთ. შეიხედე? ნახოთ. დრო არ ჩერდება მოძრაობს მიდის, წუთებს გვაჩვენებს ის არის დიდი. ხოლო პატარა გვანახებსაც და ერთი დღეც მალე გავა, საათი მაჯი საათი ჯიბის. დრო ზოგჯერ სწრაფია, ზოგჯერ დინჯი, ზოგს მაღვიძა რა შირდება მუდამ, რომ გაიღვიძოს მომართოს უნდა საათი. საათი 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 აუ, მეგი მასწავლებელო. აუ, მოგიწონა ხო ბეგი არა ხო აუ, მაგარი. ძალიან მომეწონა ეს ანიმაცია. აუ, რა მინდა ახლა გთხოვო რა ბეგი რა, იმღერე რა. აიღერე, იცი როგორ მიყვარს შენ რომ ფერი ხოლმე რაღაც აუცილებლობა. კარგი, ვეცდები ვიმღერა. აბა დრო არ ჩერდება, მოძრაობს მიდის, წუთებს გვაჩვენებს ის არის დიდი, ხოლო პატარა გვანახებსაც და ერთი დღეც მალე გავა. რა მაგარია. აუ, მეგი მასწავლებელო, აი რა ვქნა რა, ძალიან მიყვარს, როცა მღერის ბეგი. ახლა ერთი რაღაცა უნდა ვთქვა, როცა ვუყურებდი ანიმაციას, თავში დავებადა ერთი პატარა ლექსის იდეაც. აბა აუ, გითხარი რა, გისმენთ ბეგო. საკუთარ თავს დაუწერე ეს ლექსი. არ სჭირდება კამათი, ყველას
ჭირდება საათი. აჰა, მართალი ხარ ბეგო. აი ასე. ოჯახ ბეგო. რაღაცა უნდა თქვა რა. მე გიბას. დიახ, ისმეთ. დღეს შეიძლება ითქვას, რომ მე სხვანაირად შევხედე ცხოვრებას. მივხვდი, რომ რაღაცა დიდს რომ მიაღწიო ცხოვრებაში, აუცილებლად დროს უნდა გაუფრთხილდე, უნდა პირველ რიგში გააკეთო მნიშვნელოვანი საქმეები და მერე უკვე სხვა დანარჩენი, აი ასე. ძალიან მიხარია ამის მოსმენა შენგან ბეგო. მე გიმასწავლებელო, მე მჯერა ბეგოსი. აი თქვენ ნახეთ, რამდენს მიაღწევს ცხოვრებაში. მართლა. ვაიმე, მე გიმასწავლებელო ერთი წუთით. ბეგი, ხო? ეს რა სიტყვები ამბობიდა შენი პირიდან. აუ, თუ შეიძლება ეს ყველაფერი თავიდან გაიმეორე, ოღონდ ცოტა ნელა. მე გიმასწავლებელო, აბა, გეხვეწებით რა. არავის სხვა არაფერი არ მინდა რომ გავიგონო, მარტო ბეგის ეს კარგი, ჩუმად აბა. აუ ბეგო, შენ ხუმრობ და მე მართლა ვამბობ, ნუ დამცინი. რას ქვია ხუმრობ გოგო? იცი როგორ მე სიამოვნე სიტყვები კარგი დავი. ვიტყვი. დიდი რა. ბეგო, მე მართლა მჯერა შენი. მართლა, აი შენ ნახავ, რამდენს მიაღწევ ცხოვრებაში. კი, ასე იქნება. ვაიმე. აუ, მე გიმასწავლებელო, იცით როგორ მიყვარს, როცა ბეგი მამხნევებს ხოლმე, აი, მართლა უკვე ბევრს მივაღწევ ცხოვრებაში, რადგან ბეგი აბა რა? ბეგი არის ჩემი იმის გარდა რომ გიჟდები, როცა მღერის ბეგი თან ჩემი საუკეთესო მეგობარია. უიმე, მართლა რა მაგარ მეგობრები. თქვათ ის? თქვათ. ბეგო, ბეგი, მეგობრები. ოჯახ ბეგო და ბეგი. ძალიან კარგია რომ ასე მეგობრობთ. მაგრამ იცით რა მინდა გკითხოთ? დიახ. ერთი მნიშვნელოვანი რამ ხო არ დაგავიწყდათ? რა? აუ! გახსოვთ ვინ უნდა გავაცნოთ დღეს ჩვენს ბავშვებს? გამახსენდა, მე გიბასოლებელო. ბეგი ის ძალიან მაგარი ჩვენი მეგობარი, როგორ დავავიწყდა? მეც დამავიწყდა. იცი რა, ის ხო მარტო ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, ცოტა ჯადუქარიც არის, იმიტომ რომ აბა რა? თამაშებს აწყობს ადამიანი, აუ რა მაგარია. მოდი ერთად დაუძახოთ. ირაკლი! აი გამოჩნდა ირაკლი. შეიხედე აბა პლანშეტში. გამარჯობა, აქ ვარ. გამარჯობა ირაკლი. გამარჯობა ირაკლი, გამარჯობა. გამარჯობა ირაკლი. მოდი შენი თავი გავაცნოთ ბავშვებს. გვითხრი, რამდენი წლის ხარ და რამდენი ხანია რაც თამაშების აწყობას სწავლობ? მე ვარ 8 წლის, ხოლო თამაშების აწყობა 7 თვის წინ დავიწყე. ჯერ მარტივ თამაშებს ვაწყობ, მაგრამ ისინი ნელ-ნელა გართულდება. გართულდება? იცი რა, მე რას გეტყვი ირაკლი, მე ეს თამაშებიც ძალიან მომწონს. აჰა, დეთანხმები. მადლობა ბეგო, მე მინდა რომ ამ თამაშების დახმარებით ბავშვებმა ანბანი უფრო ადვილად აითვისონ. მინდა გითხრა ირაკლი, რომ შენ ეს ძალიან კარგად გამოგდის და მალე ყველანი ახალ თამაშებს ველოდებით შენგან. ახალი თამაშები მალე დაემატება. აუ, ესა, ირაკლი, რაღაც მინდა გთხოვო. აუ რა უნდა თხოვოს ახლა? აი, თუ შეგიძლია ისეთი თამაშები გააკეთო, მხოლოდ გოგონებმა რომ ვითამაშოთ, შეძლებ? აუ, აი როგორ არ მიყვარს ხოლმე ასეთი რა? მარტო გოგოებმა, მარტო ბიჭებმა. აი, რა არის ეს კარგი რა, ირაკლი, ჩვენი საყვარელი ირაკლი, ისეთ თამაშებს გააკეთებს, რომ ყველა ვითამაშებთ. კარგი რა, ბეგი, რატო იცი ხოლმე რა? ბეგო, იცი რა მაინტერესებს? შენ ვინმე რამე გკითხა ბატონო ბეგო? რაშუაში აქ ბატონო, ქალბატონო, თუნდაც მეც გეტყვი, აი ქალბატონო ბეგი, თუმცა ახლა ჯობია რომ შენ არ გაგაბრაზო. იცი რა, მე ირაკლის ვკითხე და ირაკლი გამძებს პასუხს. კარგი რა, ბეგო. ვაიმე, ბეგი, არ გამიბრაზდე, კარგი, აი უთხარი, კარგი, აი ხა ირაკლი თვითონ გეტყვის მაშინ. აბა ბეგი, შენ სხონას აუცილებლად გავითვალისწინებ. რა კარგია. დიდი მადლობა ირაკლი. არაფრის. ძალიან კარგი ირაკლი. მოდი ასე შევთანხმდეთ. როდესაც თამაშებში სიახლე გვექნება ხოლმე, შენ აუცილებლად ჩაერთვები ჩვენს გადაცემაში და ამ ახალი თამაშების შესახებ მოუყვები ბავშვებს. კარგი? დიდი სიამოვნებით. მაგრამ ახლა უნდა დავტოვოთ.
ერთი თამაში მაქვს დასამთავრებელი. ნახვამდის ირაკლი. ნახვამდის ბედნიერად. ახვამდის ირაკლი. არმატებები. ბეგო და ბეგი, დიახ. ახლა კი ჩვენს ბავშვებთან, ჩვენს მაყურებელთან დამშვიდობების დროც დადგა. ბავშვებო, თქვენ არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებლად შეხვიდეთ საიტზე ცოდნაჯი, სადაც ირაკლის აწყობილი ონლაინ თამაშები გველოდება. ჩვენი საუკეთესო ირაკლის აწყობილი თამაში, მაგრამ ბავშვებო, ერთ რამეს დავამატებ რა. სანამ დაიწყებთ თამაშს, ვიდეოც ნახეთ რა, სადაც ირაკლის ძალიან კარგად აქვს ახსნილი, როგორ უნდა ითამაშოთ ეს თამაშები. აბა მეც დაგემშვიდობებით, მაგრამ ბავშვებო, ძალიან თქო არ მოიწყინოთ რა. იცით რა, მალე დავბრუნდებით, ძალიან მალე. ნახვამდის ბავშვებო. მომავალ შეხვედრამდე ცოდნის მხიარულ სამყაროში. ნახვამდის. გვინდა ვიცოდეთ ბევრი რომ გადავცუროთ სხვა ჩვენ ვართ ბეკო და ბეგი წინ გველოდება გზა. მაგარი აქსა გველოდება როგორ ამოდის მთვარე და სადეშვება მზე სადეშვება როცა იძინებს ღამე მაშინ იღვიძებს დღე სიმღერით ჩვენ აქ ვისწავლით სიმღერით მერე უნდა გავაფერადოთ ორას გავაფერადოთ მაგარია თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო რისთვის დაცურავს თევზი ზამთარში რატომ თოვს ყრუბელი არის ზევი ჩვენგან ძალიან შორს ვაი ამაღლა არის მართლა ეს ყრუბელი კურდღელს აშინებს მგელი ზებრას ოლები აქვს მიწაზე ცოცავს გველი და ამოძრავებს თავს თამაშებს ნახავს ვინც ღილაკს და აჭერს ანიმაციებით გაგვართობს მაგარი ანიმაციებს ნახავთ თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო ბეგი იმდენ რაღაცებს ვასწავლით ბავშვებს ძალიან ბევრ რაღაცას რა მაგარია ბეკო როგორ მიხარია